კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, კიდევ ერთხელ მივესალმები მაგვიძანას ერთგულ მაყურებელს და როგორც ხედავთ, მე უკვე სოფოსთან და ბორის ბედიებთან ერთად ვარ. როგორ ახართ? კარგად, გაგვადექი, გაგვაღვიძე. კარგად ყობა შენ არაფერი ახალი გაგვიძებული. ესეთ ფორმაში. ესე იძინებ ხო? როგორია თქვენი დილა? როგორც ყოველთვის რო ავდგები ხოლმე უკრავ პიანოზე მღერი, მე შემდეგ ვიდივარ ვარჯიშზე და ასე შემდეგ, და სპორტული ცხოვრება. დილა სიმღერით იწყება? რა თქმა უნდა. ყოველ დღე? კი. ნუ უმეტეს შემთხვევაში. იმღერია, რას მღერი ხოლმე დილა? Che bella cosa la giornata sole, l'aria serena dopo la tempesta. არა, ძალიან კარგი. ერთად რა თქმა უნდა მეზობლებიც იღეს. გაჩვენე ასე ხო? არა, ეგეთი რა. მოწონფილი. ალბათ მოწონს. ცინებენ და უსწრებენ. ბორისის დილა გავიგეთ როგორ იწყება. შენი როგორ იწყება? ჩემი დილა ნუ ვიღვიძებთ 11-ზე ან 12-ზე, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ხა გვიან მუშაობთ რაღაც და ძილი მიყვარს ზოგადად. ჩემი დილა სიმღერით არ იწყება, ჩემი დილა იწყება ყავით და შემდეგ ვხვდები Facebook-ში. ბავშვი დილით როგორ ბავშვს ბებოს მიყავს ჩემი პატარა ბაღში, თუ არ არის ბებო, მაშინ მე რა თქმა უნდა. დილით თუ საუძლობ? აი დილას არასოდეს არ მივირთმევ, იმიტომ რომ შევინარჩუნო ფორმები. არ ვარჯიშობ. ეფექტური თემაა ძალიან. შენ როგორ ვარჯიშობ? მე ვარჯიშობ, დავბივარ 10 კილომეტრს იპოდრომზე და ეს დილობით ყოველდღე აქ. დილავით არა, უფრო ჯეხო სიმღერით იწყება. ნუ მე ცოტა მოთელვას ვაკეთებ სახში და მე მივიდივარ იპოდრომზე. გეხმით ხარით ბავშვობა როგორ იყო თქვენი? ძალიან საყვარელი ბავშვები, ხოცავდით ერთმანეთს. ყოველთვის მე ვიყავი გამომწვევ. მე ვიწვევდი. მე პატარა ვარ. ისე აღნიშნავ რომ მე პატარა. მათემატიკაში ძალიან ვიკოჭმები საერთოდ და არასდროს არ მეგობრობდი მაგსაგანთან და ამან იცოდა კარგად ესეთი იყო და გადამაწერინდი საკონტროლო იყო რაღაცა და არ მაწერინებდა. აი დრაფარებდა, ახლა ავტყდებოდა ჩხუბი მერე და მე ვაშველებდა ჩვენი მასწავლებელი. ორივე მომღერალი ხართ. საკმაოდ წარმატებული. აი როგორ ისე ცეკვავთ კიდევაც რა. მართლა? სუხუშილების სტუდია გვაქვს დამთავრებული. 17 წლამდე ვცეკვავდით. ხო, ეს მე უბრალოდ სიმღერა რო დავიწყე მე სიმღერამ გადაწონა. კი. ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყავი სამხედრო ბავშვობაში მინდოდა აი სამხედრო ყოფილიყავი და გენერალი და რაღაც ეგეთი ამბიციები მქონდა, მაგრამ იცვლება ახლა მე რაღაც. შენ ბავშვობაში ოჯახი ოცნებობდა რომ რატომაც ექიმი უნდა გამოსულიყოს, არ ზოგადად ესე იყო, რა ვიცი. მე თქვენ ერთ ოთახში შევამჩნიე თქვენი ჯილდოები და ძალიან მაინტერესებს მათი ისტორია, თუმცა მაგვიძარას მაყურებელს სულ ცოტა ხნით დავემშვიდობებით, ამით არ მთავრდება ბედიების დილა, ჩვენ ცოტა ხანში დაგიბრუნდებით უფრო საინტერესო დეტალები.